ამბობთ 18 იანვარს, რომ დებუაძე აქციის მონაწილეებთან გამოვიდა დაკავების საფუძვლების თაობაზე განმარტების მისაცემად. თქვენ იდექით იქვე და შემდეგ აღწერთ, ხო, როგორ გააკეთა განმარტება ორი მოქალაქის მიმართ მიმდინარე სამართალწარმოების თაობაზე, ასეა? ანუ თქვენ რა ხართ და დებუაძე გამოვიდა და აკეთებს განმარტებებს, ასეა? კიდევ ერთხელ. ელაი მე დავინახე ესაუბრებოდა ორ ქალბატონს. ერთ-ერთი ქალბატონი ზია იყო ამოვლებელი და მეორე ქალბატონი იყო მასთან ერთად მდგომი ერთ-ერთ თურაძე როგორც შემდგომ გაიგო. დიახ, და რას ესაუბრებოდა შეგიძლიათ მითხრათ? რომ იყო ადმინისტრაციული დარღვევა, იყო გასვლა მდგომარეობაში მოქალაქეები და რომლის დაკავებაც მოხდა პოლიციელების მისამართით გამოჩენილი აგრესიიდან გამომდინარე და ლექსიკვალიდან გამომდინარე. და მოხდებოდა მათი იზოლაცია, დღეს იზოლატორში მოხდებოდა და ხვალდილით ადმინისტრაციულად სასამართლო იბრძვებოდა ამ ფაქტთან დაკავშირებით. ეგ იყო და ეგ. ეს იყო საუბარი, ერთობლივ საუბრის იგი იყო ეს. ამასთან ერთად თქვენ წერან თქვით, რომ მოისმინეთ, რომ ზია ამაღლობელი ითხოვდა კონკრეტულად ხელმძღვანელებთან შეხვედრას. ზია ამაღლობელი იმიტომ ითხოვდა კონკრეტულად ხელმძღვანელებთან შეხვედრას, რომ მოდიოდა პოლიციელებს რო ეკითხებოდა რატო დააკავე, პასუხს ვერ დებოდა და აქედან გამომდინარე ხელმძღვანელებთან ანუ ვინ არის ახლა ვისთან შეიძლება გასაუბრებაო გამოვიდეს ხელმძღვანელი და განმარტოს. ცოტა უფრო წამოდით, იმიტომ რომ ბატონი არჩილი ჩანს აქ და მინდა აკეთე მითხებია ქალსმენი რომ დააწყაის პოლიციელი ვინ იყო, ეს საუბარი მიდის. ბატონი არჩილი, აი ნახეთ მიდის ბატონი არჩილი, სადღაც 07:30 წამზე გააჩერეთ, 07:30 წამზე. 07:30 წამზე აი ეგრეთ დროს ბატონი არჩილი. ეხლა გავუშვით კადრი 07:30 წამზე კიდევ ჩანს შეტრიალებული ჩანს ბატონი არჩილი კადრში. გავაგზავნია. ცოტა უკრა. იმიტომ რომ ეს არის უკვე ზიას დაკავება. ზუსტად გააჩერეთ? ხო. სადღაც 07 მაქსიმუმ 44-45 წამზე უკვე დაახტნენ თავზე ასე ვთქვათ და აკავებენ ზიას. ანუ პროცესები უკვე მანამ მოხდა. ეხლა ჩემი კითხვა ასეთია, ბატონი არჩილი ჩემი კითხვა თქვენთან ასეთია. თქვენ წერან მოყევით, რომ იმ ყველაფერს შეესწარით, რომ დებუაძე გამოვიდა, რომ უხსნიდა, რომ მანამდე ორ დაკავებულზე ვერემზია ითხოვდა, რომ იქ იყავით. მაგრამ ამ კადრის მიხედვით, აი აქ ხართ წინ. აქ ხართ 07:30-ის ჩათვლით, წინ რა ხართ, გაცილებით და ზია ამაღლობელის დაკავება და ბატონ დებუაძესთან საუბარი არის უკან ჭიშკართან და აი როდესაც ხმაური აწყვეტა და უკვე აკავებენ ზიას, უკვე მოხდა ის ყველაფერი. ანუ პარალელურად მიდის ეს ორი პროცესი, თქვენ არ გახართ ჩანს და ზიას ასე ვთქვათ დებატები დებუაძესთან არის უკან. აი როგორ ახსნით ახლა ამას, რომ აგერ ხართ და მომიწინდეთ ესაუბრებით და ზია უკვე დააკავეს უკან. უკვე იყო ის ყველაფერი და დააკავეს კიდევაც სანამ შეტრიალდა. დააკავების მომენტში მეყოლებოდი იქ როგორც აღნიშნე. მაგრამ თქვენ წერან მომიყევით მე რომ გამოვიდა დებუაძე ეს უთხრა რომ ზია ითხოვდა მალაპარაკეთ დებუაძე, რომ დებუაძემ ამაზე განმარტება მისცა, რომ დაინახეთ ყველაფერი და რომ იქ იდექით ამას მიყვებოდით და ეხლა არ მოჩნდა რომ წინ გახართ, წინ და სხვა მომიტინგეებს ესაუბრებთ. მომიტინგეებს ესაუბრები მანამდე მე ერთ-ერთი და იგივე ადგილას კი არ გავარ მთელი აქციის განმავლობაში. აქედან ზია უკვე დაკავებულია მაქსიმუმ სხვა ადგილას შეიძლება 14 წამში. 14 წამში. კონკრეტული ლოკაცია არ 14 წამში უკვე დააკავეს კონკრეტული ლოკაცია არ გაქვს აქციას დამდგომის დროს, იმიტომ რომ სადაც საჭიროა ამას არ გიკითხებით თქვენი ლოკაცია სად არის აქციაზე დგომის დროს. მე თქვენ გეკითხებით როგორ მოახერხეთ ერთდროულად, აგერ ხედავთ რომ არ დგახართ. მაგასტურე იმ ფაქტს, იმ კადრში არ ჩახართ, გახართ, მაგრამ
დრო უთხარი ვადასტურე ფიქრობ სადაც ვიყავ და რაც დავინახე რა დავინახე და რაც მოგიყევით და რაც სასამართლოს უთხართ და რაც საზოგადოებას კიდე დავაბრუნოთ ხალბატონო მოსამართლე ეს კადრი და მისი საუბარი მომიტინგერთან მე არ საუბრობ მომიტინგერთან პასო კი როგორ არის დავშვიდი დაწყნარდი ეს ეს დიალოგი რატომ დააკავეთო მეკითხებია რა თავისუფლე თუ არა რატომ დააკავეთო აი ნახეთ რა მანძილზე ხართ ისოსებიდან აი თქვენ აი ეხლა კიდია თქვენი ტექსტი აი ახლა ჩერეთ ეს არის თქვენი ტექსტი გეკითხებიან რატომ დააკავეთო და თქვენ პასუხობთ აქ ხო იდეა არ ეუბნებით რატომ დააკავა და ეუბნებით რომ ხო დაინახეთ არ ვალდებოდი ამის პარალელურად მიდის უკან გეგუაძესთან მზიას ასე ვთქვათ პოლემიკა და თქვენ ახლა როგორ არის ეს ორი ამბავი ის ნახეთ თუ არ გახართ მე მეტი კითხვა თქვენთან